ბაჰარი. დემირ, საჭმელი მოგიტანე. ამ აურზე ურჩი არაფერი გიჭამი. მადლობ. ნურჯან, მართლა მშიერი ვარ. ჩეგერგოს. მაინც მიირთვით. მადლობ, არ მინდა. მალე აისუნჰანი მიმოვა და ბაჰართან ერთად წავალთ. როგორ არის? ზდინავს, ჯერ არ გაუღვიძია გონს არ მოსულა. დემირმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, უნდა რომ საავადმყოფოში გადაიყვანონ. გითხარი არ გაბედო მეთქი. თავის ტრავმის დროს ღრმაძილი ცუდის ნიშანია. მხოლოდ პირველი 24 საათი. სისულელეებს ნუ ამბობ. ეხში შევიდეთ. ბაჰარ. Ah Bahar'cığım ya. Canım beni nasıl korkuttun beni. როგორ შემაშინე? Şeref bulundu deyince. როცა გავიგე რომ გიპოვეს, არ მახსოვს სახლიდან როგორ გამოვიქეცი. Hacer. ხაჯერ. ვინ არის ის ქალი, ვინც იპოვა? მადლობა, პირადად უნდა გადავუხადო. ახლა სახლში არ არის. როცა მოვა გადავცემ. აისუნჰანი, ბაჰარის საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. დროს ნუღარ დავკარგავთ. არა, დემირ, ბაჰარი საავადმყოფოში არ წავა. მაგრამ არავითარი მაგრამ მინდა თვალწინ მყავდეს. მას სახლში უმკურნალებენ. საავადმყოფოში სხვა პირობებია, უცებ რამე რომ მოხდეს. თუ საჭირო გახდა სახლს საავადმყოფოდ ვაქცევ. ექიმებსაც მოვუყვან, ექთნებსაც ყველას, ვინც საჭირო გახდება. ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. საავადმყოფოდან გაიქცა მის უსაფრთხოებას, მე უზრუნველ ვყოფ. მამამის ვერ გავუფრთხილდი, მაგრამ ბაჰარს გავუფრთხილდები. შერეფ. ბაჰარი წავიყვანოთ. ჰაჯერ. ვერც მოგიკითხეთ. ელფინი აქ არის? ხო, ახლა ეზოშია. ძვირფასო თუ რამეში დაგჭირდი? მაშინვე დამირეკა. რა თქმა უნდა, ძალიან კეთილი ხართ, დიდი მადლობა. ლევოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დავიდე, შერეფ.
Aha, sinek saati. დალი ჰერეკავს. უპასუხე რა უნდა. Alo. Allo? Evet abi. გისმენთ მაო. Aynen. გავიგე. Aynen abi, tamam. Tamam. კარგი. Özcan yürü. ოზჯან მივდივართ. პროში უნდა გავყიდოთ. მე რა საჭირო ვარ, შენ წადი. ჩემზე ისედაც გაბრაზებული აგრესიულად მელაპარაკება. შარი არ მინდა ძმაო. ეს ბროში მილიონები ღირს. არ გინდა მეგობარს მხარში დაუდგე. ამაზე ახლა ფიქრობ? რა იცი რომ ძვირფასია ექნებ ყალბია. İhtiraç bir şey. Oğlum. ოზჯან რა ყალბი? აბა დაფიქრდი, ასე რომ იყოს ქალი ამ ხელახმა ურსატეხდა? თანაც ახლა ჰაზანი თვალს არ მომაშორებს. შენ როგორც მეგობარი უნდა დამეხმარო. Zaten geçen ბოლოს შენ გამომიჭირა. ასე რომ ჩემთან ვალში ხარ, წამოდი. კარგი, წამოდი. ნუ წუწუნებ ძმაო, როგორც კი საქმეს მოვაგვარებ, რაც გინდა მთხოვე. Evet doktor bey tedaviye. დიახ, ექიმო, მინდა რომ მკურნალობა სახლში გაგრძელდეს. უკვე გითხარით. არ მინდა ბახარს თვალი მოვაშორო. Yo merak etmeyin. არა, ნუ ღელავ. ოთახი სპეციალურად მისთვის მოვამზადე. Maalesef. სამწუხაროდ, საავადმყოფოში უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემა გაქვთ. Yüzden artık. მე კი ვერ გავრისკავ. Tabii ki. არა, თქვენიც მესმის. 24 საათის განმავლობაში ყველა პაციენტს ვერ უდარაჯებთ. ამიტომ მისი სახლში მკურნალობა სწორი იქნება. Tamam. კარგი, Sizi bekliyorum. გილოდებით. Hoşçakalın. ნახვამდის. მორჩაწვეთმანი დაურგი და მომშვიდებელიც შეურიე. გმადლობთ. Yaralarını ben შენს ჭრილობებს მე მოვაშუშებ ბაჰარ. Bunlar değil. და არა ისინი. Sana bir şey რომ olsaydı მიმატოვო ben რომ ne დოქნა. yapardım? Bu hayatın ჩემ ცხოვრებას რა ღაზრი ექნება. senden ayrı düştüm. ყველას და ყველაფერს გადავწვავ, İçindeki რაც შენკენ მომავალ გზაზე გადამეღობება. Geldiniz mi abla? მოხვედით? Durum çok mu ნუ kötü? თუ ყველაფერი ასე სუდადაა. Sorma Nurcan. არ მკითხო. İnsana kara ადვილი ადამიანს სილი დასამო, Ama ben onlara მაგრამ მე მათ ამის უფლებას არ მივცემ. Ne oldu? რა ხდება? Misafir სტუმარმა uyandırmışsın. გაიღვიძა. Neler oldu ablam neler? იმდენი რამ მოხდა? Meğer senin ჩვენი სტუმარი misafirin ბაჰრა sana ხანიმი olmuş ya. აღმოჩნდა. Geçen gün ის გოგო anlattığın შენ რომ kız. მიყვებოდი? Evet ta ხო, kendisi. სწორედ ის. Kaza mı geçirmiş? Avariyeში Sonra მოყვა. hastaneden buraya kendi მე başına gelmiş. საავადმყოფოდან გამოიქცა და აქ მოვიდა. Herkes onu arıyormuş ყველა abla. ვეძებდით დაო. Aa, tevekkeli kız. ესე იგი ondan გოგონა geldi ავარიის მერე eve. გონზე ვერ მოვიდა. Ne oldu? რა uyandı მოხდა, mı? გაიხვიძა? Ailesi geldi. ხო, aldı ახლობლებმა abla. წაიყვანეს. Aa, gitti mi? დაიყვანეს? დედა, Bahar ბაჰარი kendi ვინ არის? misafiri. Yavrum, გახსოვს eğitim ის გოგო? merkezini kuran ilk პროფესიული erkek kız var განათლების ya, ცენტრი işte რომ o. გახსნა.
რომ იცოდე ხაზან რა აღარ გადახდა თავს. ეზოში გავედი და საშინელ მდგომარეობაში ვნახე, სახლში შემოვიყვანე. ნურჯან, რატომ გაუშვი? Ay ablam ailesi დაო, ახლობლებმა მოაკითხეს. Bir de kadın მისი ნათესავი დემირის უფროსი აღმოჩნდა. რას ამბობ? მართლა? მართლა. Ay neyse. კარგი. Sizin derdiniz თქვენი başınıza პრობლემებიც başlayacak. გიაყოფათ. Sonra gelir მერე anlatırım. გამოგივლით და ყველაფერს მოგიყვებით. კარგი, ყველაფერთვის გმადლობ. დროებით გაგაცილებ. გმადლობ ნურჯან, დიდი მადლობა. ნახვამდის. ახლა გასაგებია საალიქს ცბიერს რატომ ეძახიან. დაბიუ ადამიანია, ცდილობდა ბროში დაბალ ფასად ეყიდა. მოგეუბნებოდი არც ისეთი ძვირადღირებული ნივთია მეთქი, მაგრამ არ მომისმინე. პირფასი აუჯან, ხედავ რომ ხელა სკანდალი მოყვა. იმ ტიპს უნდა რომ ბროში ვაჩუქო. უკეთეს მყიდველს ვიპოვი. ოდა იპოვე. ვიპოვი, მეგობარო, ვიპოვი. აი ნახავ. მიდი იპოვე. მაცადე და ვიპოვი. დემირ? საშინელი დღეა. ამაურსაურში ისიც ვერ გკითხე ბაჰარი როგორ იპოვეს. უბანში ყველას დავავალეთ, ამბავი სწრაფად გავრცელდა. მას ყველა ეძებდა და ვიპოვეს. ყველაფერი ძალიან მოკლედ აღწერე. კონკრეტულად რა გაინტერესებთ? მინდა ვიცოდე მისი პოვნისთვის მადლობა ვის გადავუხადო. მის პოვნაში მონაწილეობა ყველა მიიღო. ადამიანობა ისევ არსებობს. ასეთია ჩვენი რაიონი. როცა უბედურება ხდება, ყველა ერთმანეთს ეხმარება. მე კი ყველაზე მეტად შენ მეხმარები, დემირ. იმდენი რომ გააკეთე ჩემთვის. ამას არასდროს დავივიწყებ. ამ სევდიან დღეს კიდევ ერთი პრობლემა რომ არ დამემატა, შენი დამსახურებაა. რას ამბობთ ეს? ჩემი სამუშაოა. დამსახური არაფერ შუაშია. ეს შენი ხასიათია. ელფინს შეუძლია შენითი ამაყოს. რას ამბობთ? ნუ აზვიადებ. დემირ, თავად ხარ მოწმე. ამ ბოლო დროს რისი გადატანა მომიხდა. შენი უსამოდ მადლიერება. სახლში შევიდეთ. ექიმს დაველაპარაკოთ. Алло? Дих?
ბაჰარ? ბაჰარ. ეკიმო. გაიღვიძა. არა და ყველაფერი რა კარგად მიდიოდა. ალო, თარიკ. როგორ ხარ მეუღლებ? თუ ჩემოტკბილოს სევდავ, როგორ მოგმართო? შენზე არ უბრაზობ, როცა უბრაზობ, მაშინაც მენატრები. მითხარი როგორ მოგმართო? თარიკ, ძალიან ცუდად ვარ. დღეს რაიონში ყველა ჩემზე ლაპარაკობდა. შენი წასვლის მერე სულ მთლად დავიბენე. როცა ქურდობაში დამადანაშაულე, მეც ძალიან გავბრაზდი. რა მექნა? თარიკ, ხელი უბანის ქურდობას მაბრალებს. მე რა ხარქნა? დედა ჩემაც კი გაიგო და ატელიეში მოვარდა. მართლა? ხო. დედამ დამიცვა, თარიკ. მაგრამ თულაიმ არ დაუჯერა, ისე ვიჩხუბა. თუ ხარ ძვირფასო. შენზე არ უნდა გავბრაზებულიყავი. დასწრაფოთ რაღაც უნდა ვქნათ. ჩუმად დავქორწინდით. ამიტომ ვართ ასეთ რთულ მდგომარეობაში. ამიტომ გცხოვ, რამე მოვიფიქრო, თორემ მოვკვდები. კარგი რა, ეს რა შუაშია საყვარელო. ის ფაქტი, რომ დედა ჩემს ვატყუებს, მანადგურებს. მეშინია ჩვენი ქორწინების შესახებ არ გაიგო. კარგი ძვირფასო, მესმის რომ განიცდი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. შენთვის სულ ერთია. მე კი სირცხვილით ვკვდები, თარიკ. ამას როგორ ამბობ? შენ გამო მეც მნერვიულობ, მაგრამ შენგან განსხვავებით არ ვწუწუნებ იმის გამო, რომ საყვარელ გოგოზე დავქორწინდი. ბაჰარჰანი, მახლა თქვენს ოთახში იმყოფებით. გახსოვთ ეს ადგილი? არა. იცნობთ ამ ადამიანებს? არაფერი მახსოვს. კარგი, მოდი ასე ვქნათ. რაღაცას მოგიყვებით. თქვენ ავარიაში მოყევით, რის გამოც თავის ტრავმა მიიღეთ. საავადმყოფოში ოპერაცია გაგიკეთეს, მერე რეანიმაციაში იწეკით. ჩვენი საუბრიდან რამე გახსენდებათ? არა, ვერაფერს ვიხსენებ. კარგი, ნუ დაიძაბებით. რომ არ გახსოვთ, ეს ნორმალურია. ამნეზია გაქვთ. პოსტტრავმული. მალე გაივლის. ეკიმო, ხარი ნებართვით. ძვირფასო. არაფერზე ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ გვერდით ვარ. ქვემი ხარ. სად ვარ? ბაჰარ. შენ ამ სახლში დაიბადე. აქ გაიზარდე.
მე მოდი ასე ვთქვათ, შენი დიდი ნაცვალი ვარ. დიდი ნაცვალი? რატომ? დედა ჩემი? დამშვიდდი. არაფერი მახსოვს. არაფერს ვიხსენებ. დამშვიდდი. ყველაფერს ნელ-ნელა მოგიყვები. ნუ ხელა. მიუხედავად რომ შენი დედი ნაცვალი ვარ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი გაგახსენდება. მე შენ გვერდით ვიქნები. ყველაფერს თან მიმდევრობით მოგიყვები, არი დარდო. არ მესმის რაზე ლაპარაკობთ. არაფერი მახსოვს. კარგი, დამშვიდდით. დაისვენეთ. არაფერი მახსოვს. დამშვიდდით. არაფერი მახსოვს. მითხარით სად ვარ? ჯერ წამალი დალიეთ. არაფერი მახსოვს. ფილად? თქვენ ვინ ხართ? ფილად, ეცადეთ დამშვიდეთ, არ იღელვოთ. დროთა განმავლობაში თავს უკეთ იგრძნობ. პაციენტს დასვენება სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გავალ. ხაზან, შვილო მოდი, სუფრა გაშლილია. დაჯექი, მე გავახებ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ სახელზე საჩივარია, განყოფილებაში უნდა წამოგზანდეთ. სად არის? ასეთი აღელვებული რატომ ხართ, რაუფ? ბაჰარი სად არის აისონ? მის დასახვანად მოვედი. ხელი შეშლა არც სცადო. რაზე ლაპარაკობთ, რაუფ? ეს ბაჰარის სახლია, აქედან მას ვერავინ წაიყვანს. ის ჩემი ძველი მეგობრის შვილია. შენ გვერდით ამ სახლში მას საფრთხე ემუქრება. თუ მის უსაფრთხოებაზე ხელავთ, უსაფრთხოების ზომები უკვე მივიღეთ, ასე რომ შვიდად იყავით. თავს ნუიკატუნება ისუნ. მისთვის საფრთხე შენ ხარ. იგესმის რას ამბობთ, რაუფ? ნუ ერევი შერეფ. შერეფი მართალია. მე მგონი მწუხარების გამო ვერ ხვდებით, რას ამბობთ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველა თქვენსავით ვგლობობთ. მით უმეტეს მე. ასე ვერ დამელაპარაკებით. კიდევ გეტყვი ისეთ რამეს, რომ შოკში ჩავარდები. მართლა შოკში ვარ.
როგორ ჩანს მწუხარება მგონება და გიბინდათ. ეს რა არის? თქვენთან საუბარს აღარ გავაგრძელებ. ბაჰარი მამამის მამანდო და მას არავის მივცემ. ეს მხოლოდ სიტყვებია. ბაჰარს გამატან, მას აუცილებლად წავიყვან. სად არის? თავის ოთახშია? ბაჰარს შეაშინებთ. მან თავის ტრავმა მიიღო, მეხსიერება დაკარგა. სტრესი უნდა ავარიდოთ. მეხსიერება დაკარგა? სამწუხაროდ. ახლა ზძინავს. ექიმი მუდმივად აკონტროლებს. ბუასია მოგვიანებით მოვალ. ნუ ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა. ბაჰარს არ დაგიტოვებ. ახლავე მოვალ. რაუფ ბეი. უკაცრავად. ახლა ხან თქვით, რომ ბაჰარს დაშიშროება ემუქრება. მაინც რას გულისხმობთ? არ მეტყვით? ვინ ხართ? ბაჰარის ვინ ხართ? მე და ბაჰარი აისუნ ჰანიმის ადვოკატი ვარ. როგორ ვერ მივხვდი? ესე იგი იმ უსინდისოს ადვოკატი ხართ, არა? ერთმანეთისგან არ განსხვავდებით, რაუფ ბეი. აისუნ ჰანიმთან რა პრობლემა გაქვთ? დადი და შენს ქალბატონს გვერდიდან არ მოშორდე. საზღვარი აისუნის ადვოკატთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. სანამ მის ნდობას არ დავიმსახურებ, არაფერს მეტყვის. რა თქმა უნდა. რა აღარ მითხრა. თქვენი პასპორტები? თხოვთ. თქვენის ქალბატონო. როგორ ჩანს, გონულ პალატი თქვენ ხართ, არა? შენი პასპორტი მომეცი. რა მაგარია, ჰაზან გომუში. ჩემი კანონიერი ცოლი. ჩემ გვარს ატარებ. თარიკ, ახლა შენი კანონიერი ცოლი ვარ. ყველამ გაიგოს, რომ ცოლ-ქმარი ვართ. დამსვი. ხალხთან უხერხულია. ყველამ იცოდეს, რომ ჰაზანი ჩემი ცოლია. წამოდი. ჰაზან, შვილო. ჩვენი პაციენტი უკვე კარგადაა. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა, ექიმო. არაფერს აისონ ჰანიმ. თუ რამე დაგჭირდებათ, დამერეკეთ. რა თქმა უნდა. ხომ ხედავ, შერეფ?
სახლში მკურნალობა პრობლემა არ არის. ჯერ არ ვიცით. პრობლემა არის თუ არა. გაბრების ხვებს მოუყევი, მე კი არა. ბაჰარს რომ რამე დაუშავო, პრობლემები არ აქცდება. ეგ რა საჭიროა? ბაჰარს თავისი სახელიც კი არ ახსოვს. რისთვის მინდა მისი მოშორება? შესაძლოა სხვა გეგმები გაქვს. ვერ გენდობი. მისმინე, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ბაჰარი ჩვენთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ მას არაფერს დავუშავებ. მორჩა. ახლა კი თავი დამრებე. დასვენება მინდა. ეს იარაღი დივანში ვიპოვე. მართალია დემირ. ჩემი იარაღია. ჩემია. Hazır. Şunu. რა იყო? წყალი გინდა? წყალი მოგიტანო? ხო, მომიტანე. ახლავე. წყალს მოვიდან. ახლავე შვილო. აინებეთ. დიდი ხანია თქვენ სახლში იარაღი ინახება აისუნჰანენ. დიდი ხანია დემირ. რისთვის? მოკლედ. მე ქმარს გაშორებული ქალი ვიყავი. და დამცველი არავინ მყავდა. ამიტომ ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოვაგვარე. ჩემს ყოფილ ქმარს უნდა იცნობდე. მანიაკია. საკუთარი უსაფრთხოებისთვის იარაღი ვიყიდე. მერე იარაღს ატარებთ აისუნჰანიმ. ლიცენზია გააქვთ? რა თქმა უნდა დემირ. ოღონდ თან არ ვატარებ. არასდროს მიტარებია. მხოლოდ ჰარუნის დაღუპვის მერე ეს თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არ არის. ვიცი. მაგრამ ბაჰარი ავარიაში მოყვა. და შემეშინდა. გთხოვ გამიგე დემირ. აქ
აქ როგორ გაჩნდა იარაღი? არ ვიცი. საავადმყოფოდან რომ დავბრუნდი, გამოსაცვლელად წავედი. და სიჩქარეში ჩანთა დივანზე დავაგდე. ალბათ ამოვარდა. თქვენი გაგება შეიძლება. მაგრამ ეს მაინც ძალზე უცნაურად მეჩვენება. ხო, უცნაურია. როცა ქალი თავის დასაცავად იარაღს კიდებს ხელს. უცნაური ის არის, რომ იძულებულია იარაღთან ერთად ეძინოს. მაგრამ ზოგჯერ თავს ისე მარტო სულად ვგრძნობ. ისე დაუცველა. მე შინია საკუთარ თავს არ ვესრულო. ამას ვერ გაიგებ დემირ. იცი დემირ, ერთი მხრივ შეიძლება ძლიერი ვჯანმარ, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის საშიშროება მემუქრებოდა. თავის დაცვა მჭირდებოდა. არავინ მყავდა. ასე მგონია, რომ ვერავინ გამტეხს. ყველაფერი ვიცი. მაგრამ ისეთი მარტოსული ვარ. როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ცხოვრება ყოველთვის სასტიკად მეკცეოდა. ეს სიმართლეა დემირ. წარმოიდგინე რა გადავიტანე. მოკლედ ჰაზანჰანიმ თულაი ილმაზი ქურდობაში გადანაშაულებს. მე არა მიღია, ქურდი არ ვარ. რა თქმა უნდა, აბა რა მოხდა? ჩივანი ამბობს, რომ გულსაბნევი კაბასთან ერთად ატელიეში მოიტანა. დიახ, გულსაბნევი კაბაზე იყო. მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მისი მოპარვა. მაგიდაზე დავდე, რომ არ დამეკარგა. როცა თულაი ჰანიმი კაბის წასაღებად მოვიდა, გულსაბნევი ვეძებეთ, მაგრამ იქ აღარ იდო. ძალიან გამიკვირდა. თუმცა თულაი ჰანიმა ბრალი მედამდო. ქურდი არ ვარ. არასდროს ყოფილვარ ნასამართლები. ჩემი შვილი უდანაშაულოა. არასდროს არაფერს მოიპარავს. მას სილი დასწამეს. ამას პროკურორი გადაწყვეტს. ჩვენ მხოლოდ ჩვენებას ვიწერთ. რა თქმა უნდა, რა თქვა პროკურორიო? დაწყნარდი შვილო. რაც საჭიროა გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, მალე გაირკვევა, რომ ცილი დაგწამეს. ჯერ მარტოობას ამდენი ტკივილი არ მოუყენებია. შემომხედე დემირ. შემომხედე. ვის ვჭირდები? ვინ შემიბრალებს, რამე რომ მომივიდეს? როცა მოსიყვარულე ქმარი მყავდა და თავი მშვიდად უნდა მეგრძნო, ასეთი საშინელება დამემართა. დემირ, შესაძლოა ჩემი სიტყვები უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ გადატანილი ტანჯვის მერე თავს უსაფრთხოდ მხოლოდ შენ გვერდით ვგრძნობ. შენ გვერდით მშვიდები. შენ გვერდით ვარ კარგად დემირ. გმადლობ თაისუნჰანიმ, მაგრამ მე ეს იარაღი თავის დასამშვიდებლად მაქვს. რამე რომც მოხდეს, გასროლას ვერ შევძლებ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. გამოსავალი არსებობს. კომპანიის უსაფრთხოების სამსახურს დაველაპარაკები. მშვიდად ცხოვრება თქვენი უფლებაა.
თუ ჩემს დასაცავად ვინმეს ფული უნდა გადავუხადო, ამით რა გამოსწორდება? სხვა გამოჩნდება. მეც გადაიხდის და ყველაფერი შეიცვლება. Çalxში იარაღით ყოფნას მაინც ესჯობს. Silah taşımak değil. დემირ, ხომ გეუბნები თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. შენ კი არ გესმის. მე შენია ჩემი უსუსურობით არავინ ისარგებლოს. მე შენია გესმის. Kendi lehine çevirmeye çalışırdı. Bile sana güvenmeyi Demir. düşündüğü neden? Ყოველ დაკრძალვის შემდეგ ჩვენების მისაცემად დაგიბარებენ. დილით კი საქმის მასალებს მოვიტან და შევისწავლოთ. მერე აქედან ერთად წავიდეთ. Olur mu? კარგი, Ყველამდე. Bizim işimiz bitti. თუ კითხვები აღარ გაქვთ, შეიძლება სახლში წავიდეთ. კიდევ როდის უნდა მოვიდეთ? Onda შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ ჰაზან ჰანიმი დარჩება. პროკურორის გადაწყვეტილებამდე დაკავებული იქნება. დედა, რა? Gözaltımı რა დაკავება? memur არა, ბატონო პოლიციელო. დაპატიმრება რა საჭიროა? ჩვენ ამ უბანში ვცხოვრობთ. ჩვენი სახლი ყველა მიცის. არ გავიქცევით. ასეთია პროცედურა. ჰაზან ჰანიმი აქ რჩება. ვაკავებთ. კი, მაგრამ რა შეიდინა? უდანაშაულოა ცილი დასწამეს. ბატონო პოლიციელო, გოგოს ნუ აშინებთ. ნუ ამბობთ ასე. სამწუხაროდ ჩემზე არაფერია დამოკიდებული, წესები ასეთია. Anne ben hapse დედა ციხეში ყოფნა არ მინდა. უდანაშაულო ვარ. ციხეში კი არა, ჰაზან ჰანიმ, იზოლატორში. პროკურორი კი გადაწყვეტილებას მიიღებს. Masumsun tabii. რა თქმა უნდა, უდანაშაულო ხარ. Korkma. ნუ გეშინია. Burada მე სადმე აქ კუთხეში დაგელოდები. არა, დედა. მეწოდები არ გინდა. içi. საყვარელო, Başında. თავი აწიე. Ayrıca sana da yazık. რას ნიშნავს გეწოდები? დაგელოდები და მორჩა. Masum olduğunu მიხვდებიან რომ უდანაშაულო ხარ და მაშინვე გამოგიშვებენ. ჩვენს მეხსიერებასთან ერთად ჩვენი სიყვარულიც ხომ გაქრა ბაჰარ. ისევ დავინახავ შენს გაღიმებულ სახეს. ჩემს დანახვაზე თვალები ისევ გაგიბრწყინდება. მე დავიცოდე რა რთულია ასეთ გაურკვევლობაში ცხოვრება. ხოლოდ მაშინ დამშვიდდები, როცა გამოჯანმრთელდები. ყველაფრის გახსენებაში დაგეხმარები.
მართალი ვიყავი. როცა შენი მოგლა გადავწყვიტე. Şans yüzü Harun. gülüp duruyor. ახლა ძალიან მიმართლებს. შენ მიერ წართმეული სიცოცხლის დაბრუნება არ შემიძლია. Gönderdi. Sen orada çürüyüp სამაგიერო თიმ ქვეყნად გაგისტუმრე. Sefasını süreceğim. ჩემო ჰარუნ, ასეთ ბედს არ იმსახურებდი. როგორ მინჭერს იმის გააზრება, რომ მიწაში ხარ. ჩვენი ბედნიერების დასაწყისში შენი თავი წამართვეს. არუნი ბევრს უყვარდა. დაკრძალვაზე ყველა მოვიდა. მართლა, Herkes oradaydı. ყველა იქ იყო. Ama bu son თამტკივნეულია. acı. Çok acı. რა საშინელებაა მისი სიკვდილი. მანქანაში ტელეფონი დამრჩა. თალხში შედით და მოვალ. Ne var? რა ხდება? გამარჯობა. გამარჯობა, პამუკ. გამარჯობა, ექიმო. გამარჯობა, აისუნხანი. ექიმი უკვე აქ არის. როდის მოვიდა? Geldi. ცოტა ხნის წინ, ჩემთან ერთად. კარგია, რომ ადრე დავბრუნდი. Doktor Bey, ექიმო. გამარჯობა. geldiniz. გამარჯობა, აისუნჰანიმ. თან აქ იგრძნობთ. Dostlar sağ olsun. გმადლობთ, ექიმო. Teşekkür ederiz. იმედია სიახლე არის. Haberleriniz var galiba. დიახ, ბაჰარ-ჰანიმის კვლევის შედეგები მოვიტანე. რას გვეტყვით? გამოჯამრთელდება? İyileşecek mi? ტყუილად იმედს ვერ მოგცემთ. ჩემი მონაცემებით ბაჰარ-ჰანიმს მეხსიერება არ დაუბრუნდება. Eyvahlar olsun. ეს როგორ? დარწმუნებული ხართ? Emin misiniz? Evet. სამწუხაროდ. ემერტე გავუკეთეთ და ტვინის მდგომარეობა შევისწავლეთ. დასკვნა არ გვახარებს. ბაჰარ-ჰანიმმა დაიზიანა ტვინის ის ნაწილი, რომელიც მეხსიერებაზეა დამოკიდებული. ამას მისი რეაქციაც ამტკიცებს. ამხვდებით, რომ წარსული სრულიად დავიწყებული აქვს. Sruliet. Samțuharut. Dao, ეს თქვენ. გმადლობ, შვილო. სახლში რატომ არ მიდიხართ? თავს ტყუილად იტანჯავთ. შვილო, ჩემი გოგო გისოსებს მიღმა. როგორ შემიძლია დავტოვო და წავიდე? სახლში თუ წავალ, იქაურობა ციხეთ მეკცევა. მე თუ აქ არ ვიქნები, ჩემს გოგონას შეეშინდება. თქვენ აქ ხართ. ის იქ თავს რატომ იტანჯავთ? დედის გულს ვერ დაარწმუნებ, რომ უნდა წავიდეს. მართალია ეს კედლები ერთმანეთს გვაშორებენ, მაგრამ ერთჯერ ქვეშ მაინც ვართ, ერთ სივრცეში. კარგი,
მინდა რომ ხაზან საჭმელი ვუყიდო. აქ მაღაზია არის? დიახ, არის, როგორც კი გახვალთ მარცხნივ. გმადლობ შვილო. ხაზანი მშიერი იქნება. ნუ ეტყვით, რომ მეხსიერება არ დაუბრუნდება, ეგონოს, რომ დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდება. თუ იფიქრებს, რომ იმედი არ არის, დეპრესია დაემართება. Tabii ki doktor bey. რა თქმა უნდა, ექიმო. Her zaman umut ბაჰარს იმედს ყოველთვის ვაძლევ. Öyle kötü bir ასეთ haberiniz რამეს yok როგორ lütfen ვეთქვი? Bahar'a. ასევე ნუ ეტყვით, რომ მამამისი მოკლეს, აუხსენით, რომ ბუნებრივი სიკვდილი იყო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. Tabii ki. რადგან მეხსიერება დაკარგული აქვს, ასეთი ინფორმაცია ფსიქოლოგიურ ტრამვას გაუმძაფრებს. ამან შეიძლება ღრმა დეპრესია გამოიწვიოს. Tabii ki doktor bey. გასაგებია, ექიმო. აი სუნჰანიმ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბაჰარ ჰანიმის გონება სუფთა ქაღალდივითაა, რასაც ეთყვით, ყველაფერს დაიჯერებს. ის ძალზე მგრძნობიარეა. ნუ ეთყვით ისეთ რამეს, რაც სტრესს გამოიწვევს. მოთმინება და გულისხმიერება გამოიჩინეთ. O zaman დიახ, şöyle yapalım. ასე მოვიგზევით. Vereyim ben size. გამომართვით. Bahar'ın yanına bir ბაჰართან ერთად ავიდეთ და dediğiniz gibi თქვენი თანდასრებით გავესაუბროთ. Buyurun lütfen. თხოვთ. შვილო, დედა, ჩემო ძვირფასო. შეგიძლიათ დარჩეთ, აქ მაინც არავინაა. მადლობელი ვარ, შვილო. არაფერს. შვილო, ხაზან ძვირფასო. ხელები გაქვს გაყინული. თუთუშები გასინჯე, მშიერი ხარ. ასე არ შეიძლება შეჭამე, შვილო. ჩემო ლამაზო. ჩემო მშვენიერო. ჩემო ხაზან. ნუ დარდობ, მე აქ ვარ, ძვირფასო. დედა, აქედან როდის გავალ? ჯერ პროკურორთან წავალთ. ჩვენებას მივცემთ და გადაწყვეტილებას ის მიიღებს. არ იდარდო, კარგი? როგორც კი გაიგებენ, რომ უდანაშაულო ხარ, გამოგიშვებენ. დედა, აქ რომ დარჩე? დედა, აქ რომ დარჩე? ციხეში რომ ჩამსვან, რა უნდა ვქნა? არა, შვილო, ციხეში არავინ ჩაგსვამს. უდანაშაულო ხარ. როგორ დაგსჯიან? არა, შვილო, ასეთი რამე არ მოხდება. Canım. ბაჰარ, დღეს უკეთ გამოიყურები. ომასია, ექიმო, რა სიტყვით? Evet, hastamız bugün çok daha დიახ, დღეს ბევრად უკეთაა. Bak biz doktor beyle konuştuk. ექიმს ველაპარაკეთ და შენთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს. Çok yakında მალე iyileşeceksin. გამოჯავრთელდები Hafızan და nereye მეხსიერებაც დაგიბრუნდება. მართლა? Geri gelecek mi? მეხსიერება დამიბრუნდება? თანდათან ყველაფერი გაგახსენდებათ. Canım benim dur. ძვირფასო მოიცადე. Büyük bir kaza. შენ ხომ ავარიაში მოყევი? Ama geç. ჯერ სუსტად ხარ. მაგრამ ყველაფერი მოგვარდება. და თავბრუს ხვევა? თავბრუსხვევა ნორმალურია, ნელ-ნელა გაივლის. ჯერ დაისვენეთ, ძალა მოიკრიბეთ. Duydun değil mi doktor ხომ bey? გაიგე ექიმა რა თქვა? Biraz uzan şöyle. ცოტა ხანს დაძექი. Güzelce dinlen. კარგად დაისვენე. მიდი, Gerçekten. დაძექი. დამლების მიღება არ დაგავიწყდეთ, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდება. მიდი დაიძინე. ხვალები დახუჭე და შეეცადე რომ დაისვენო. აი სუნჰანიმ,
გისმენთ ექიმო. შეეცადეთ რომ სახლში არ იყოს ხმაური, ხმამაღალი საუბარი, ჭყუბი. ბაჰარი მძაფრ რეაქციებს მოარიდეთ. შეეცადეთ მასთან მშვიდად ისაუბროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ექიმო. ასე მოვიქცევი. ახლა გაგაცილებთ. Ne diyorsun რას ამბობ ლეილა? Polis Hazan'ı mı პოლიციელებმა götürmüş ya? ხაზანი წაიყვანეს? Allah Nurcancığım. ხო ნურჯანასია მოვიდნენ და წაიყვანეს. ის ხომ უდანაშაულოა? ხო ვუთხარით, მაგრამ მაინც წაიყვანეს. ნედა პოლიცია ყველაფერში გაერგვას. შენ ხომ ხაზანში ეჭვიარგებარება? Leyla, ხომ ასია? არა, რა თქმა უნდა. ხაზანი უდანაშაულოა. მაგრამ საქმე ცუდადაა ნურჯან. ის ხომ იზოლატორშია. ლეილა ღმერთმა დასაჯოს ის, ვინც ასეთი რამე ჩაიდინა და ხაზანს ცილი დასწამა. რა ვთქვა ნურჯან, ესეთი უბედურება დაგვემართა. დარწმუნებული ვარ ხაზანი ასეთ რამეს არ იკადრებდა. მართალი ხარ ლეილა? ახლა შეგვიძლია მოვისუნთქოთ. გույცა არ გიხარია? თუ ყველაფერს ისე გავაკეთებდით, როგორც საჭირო იყო, ბაჰარი ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. მართლა ასეთი რომანტიკოსი ხარ? და გულუბრყვილო. ვერ ხედავ, შანსი რომ გაგვიჩნდა. მალე ერთად ვიქნებით და ჩვენს სიყვარულს გაიხსენებ. მომისმინე შერებ. ბახარს მეხსიერება რომ არ დაეკარგა. ახლა ციხეში ვიქნებოდით. ასე რომ არ მომხდარიყო, ფიქრობ ბახარ შეუყვარდებოდი? მამამისის მძღოლს თავს გაუყადრებდა? ნუ თუ საკუთარი თავი ამაში მართლა დაარწმუნე. რას ამბობა ისუნ? გეყოფა შერებ. ვერაფერს დამიმალავ. ჩემთვის ყველაფერი ცხადია. განაწყენების ნაცვლად გიხაროდეს რომ ბახარს მეხსიერება ვერ აღუდგება. ხომ მოისმინე ექიმა რა თქვა? ბახარი დაიჯერებს ყველაფერს რასაც ეთყვითო. ვერ გაიგერავ თქვი? იმას ვგულისხმობ რომ შესანიშნავი შანსი გაქვს და ხელიდან არ გაუშვა. გამოიყენე. მე ხელს არ შეგიშლი. წამოდი. მოგძანდით აისუნ ხანიმ. ხო, მაგარი ყავა მომიდუღებ ამოგ. ახლავე. დემირი ხომ არ გინახავს? აქ ვარ აისუნ ხანიმ. პოლიციაში წასვლამდე თქვენს პირველ ჩვენებას გადავხედავ. იდევ ეს.
დაკრძალვის დღეს ჩვენების მისაცემად მიბარებენ. ასე როგორ შეიძლება? რა კარგია რომ ჩემ გვერდით ხარ დემირ. ამიტომ ვარ მშვიდად. დარიქ, ადექი ხაზანი დააპატიმრეს. რა, დააპატიმრეს? Ne? რა მითხარი? İçeri mi almışlar? ო, ქუჩაში ქალები ლაპარაკობდნენ. Sokakta konuşuyor. ეს როგორ? გამოფხიზოლდი, შენ გელაპარაკები, რამე გააკეთე? Ha? გოგო, შველა სჭირდება. Ne yapıyorsun? Gidip kurtarsana kızı. როგორ უშველო? Kurtarayım oğlum ben. რას ნიშნავს როგორ უშველო? ბროშს მისცემ და ეშველება. რა კითხვას ვამ? Yok. გაყოფილებაში ვერ მივალ და ბროშს ვერ მივიტან. არ შემიძლია. რატომ? Nasıl ya? Teşekkürler. გმადლობთ. არაფერს. Evet Bahar'cığım. ბახარ ძვირფასო. Yavaş yavaş დროა bazı ზოგიერთ olaylar საკითხზე hakkında ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია. ნებისმიერი შეკითხვა დასვი. Ben kimim? ვინ ვარ? ჩემი სრული სახელი და გვარი. Adım ne? შენ ხარ ბახარ ოზდილი. Bahar Özdilsin. დედას რა ერქვა? გუზინ ოზდილი. Güzin Özdil'di ama maalesef მაგრამ çok სამწუხარო წლების წინ გარდაიცვალა. მე აისუნ ოზდილი ვარ. მამა შენის მეორე ცოლი. ანუ შენი დედინაცვალი. Ama მაგრამ მიუხედავად ამისა, biz çok ერთმანეთთან yakınız. ძალიან ახლოს ვართ ძვირფასო. ასეთი ახალგაზრდა დედინაცვალი მყავს? Evet. დედინაცვალი კი არა. Kardeş gibiyiz დები desem უფრო daha ვართ. doğru olur. მე იქამდე გაგიცანი, Tanışmamız სანამ benim მამა შენს babamla გავიცნობდი. tanıştığımdan çok daha öncesine dayanıyor. მართლა? ერთმანეთის სპორტ დარბაზში გავიცანით. მამა შენი შენ გამაცანი. Da sen yaptın aslında. მამა ჩემი ვინ არის? Babam nasıl biri? ახლა სად არის? Nerede şimdi? მამა შენი ხარუნ ოზდილია. Harun Özdil. Çok ის ბიზნესმენი iyi bir და insan ve ძალიან კარგი iyi bir iş ადამიანი იყო. adamıydı. რას ნიშნავს იყო? Adamıydı ne demek? ისიც გარდაიცვალა? ხო, Biz სამწუხაროდ ხარუნი çok ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. zaman öncesinde ინფარქტით. kaybettik. არ ინერვიულო, Ani bir საერთოდ kalp არ krizi. უწვალია. Ama sen hiç merak etme. მშვიდად წავიდა. Çok huzurlu bir ölümdü. მან შენი თავი მე ჩამაბარა.
Baban seni İmitom bana Romme. emanet etti Bahar. ყველაზე მეტად En მენდობოდა. güvendiği insan bendim. გპირდები Sana დაგეხმარები. söz veriyorum. და სიკვდილის Sonuna ბოლომდე kadar დაგიცავ. koruyacağım seni. მე საერთოდ არაფერი მახსოვს. მამა ჩემი გარდაიცვალა, მე კი ვერც დავიტირე. Bilmiyorum şu anda. დამშვიდდი ძვირფასო. გთხოვ, ნუ ტირი. Geçti. ახლა არაფერი გახსოვს, Biraz. მაგრამ დრო Her გავა şey daha çok yeni. და მეხსიერებაც დაგიბრუნდება. ნუ გეშინია შვილო, მიაქვარ შენ გვერდით. არ ენერვიულო, გამაგრდი. შენ გვერდით ვარ. არი დირო, კარგი? არი დირო. ჰანი მეფენდი, დროა მოიწურა. უნდა გახვიდეთ. არ ენერვიულო, შვილო. აქ ვარ. Anneciğim korkma. არ ენერვიულო. Korkma bir tane. გაბრძანდით, გთხოვთ. Anneciğim ben აქ ვიქნები. ნუ გეშინია. korkma anneciğim. Korkma. შენ გვერდით ვიქნები. არი დირო, ჩემო ლამაზო. Ben buradayım tamam kızım. მაურას დამჯდარ ხარ, შენი ცოლი დააპატიმრეს, კაცურად მოიქეცი. Adam ol biraz ya. შენ გამო შეიძლება ციხეში მოხვდეს. შენ ვერ ხვდები. ეს ბროში ჩვენი ბოლო შანსია. ინტერნეტში წავიკითხე, რომ თუ ანგარიში 150,000 გაქვს, ვიზას მაშინ ვეგაძლევენ. რომელ შანსზე ლაპარაკობ, თარიკ? შენ ამერიკაში წახვალ და ხაზანი გისოსებს მიღმა იჯდება? შენ რა მისი მიტოვება გინდა? სად უნდა იცხოვრო იქ? დეიდა შენი ვერ დაგეხმარება. ხაზანს არ დავტოვებ, ის ჩემი ცოლია. უასია იმოქმედე, მიდი. Şu an ne yapıyorsun? დილობ გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ ვერ პოულობ. Ama bulamıyorum. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მან მოიპარა, ვერ დააპატიმრებენ. ღმერთო დამეხმარე. Rabbim ya. ბაჰარ, Bahar'cığım. ნიშნულოვანი საქმე მაქვს. ამიტომ ცოტა ხნით უნდა გავიდე. შენ წადი დაისვენე. Tamam. ხო, ბახარ. Hadi Bahar. ქვიდემი. Demirde. მიდი ძვირფასო. ეცადე გამიხსენო. Ne olur hatırla her şeyi. შერეფი თქვენ ქვიათ? დემირი. Demir. დემირი მქვია. Adım Demir. არა, არ მახსოვს. Olmuyor tanımıyorum. მე თქვენ არ გიცნობთ. Hatırlayamıyorum უпроსტად sizi. არ მახსოვხართ. ძვირფასო. თავს ძალას ნუადან. Demir benim avukatım. Ben Demir Bey, zaten ჩემი daha önce hiç ადვოკატია. tanıştırmadım, o მე yüzden შენთვის არ tanımam çok გამიცვნია, normal. ასე რომ ბუნებრივი არ გიმახსოვრება. Hem böyle დღეს bir პირველი daha დღეა. gösterme kendine.
ცოტა დრო გავა და ყველაფერი გაგახსენდება. კარგი? წავიდე დემირ, დროა. შერევა. გავდივართ. ბაჰარს მიხედე. რას ნიშნავს ჰაზანი არ მიყვარს? გაგიჟდი ის გოგო მიყვარს. მე მხოლოდ ის მჭირდება. ჩემი ოცნებები ჰაზანს უკავშირდება. ის ჩემია, მორჩა. მაგრამ მხოლოდ სიყვარულით ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ იმიტომ რომ შეყვარებული ხარ. თორას არავინ მოგცემს. ეს ჩემი ცხოვრებაა, ოსჯან. უნდა წავიდე. აქ დარჩენით. ჩემი და ჰაზანის მდგომარეობა არ შეიცვლება. დამსახური მინიმალური ხელფასით გაჭირვება, შვილები. ცხოვრება ისეგავა, ვერც კი მივხვდებით. აბა დაფიქრდი. თარიკ, ინდისის კენჯნამ ტანჯველია, თუ ჰაზანი ციხეში მოხვდება, ამაზე პასუხისმგებელი შენ იქნები. ყველაფერზე პასუხს აგებ. დამიჯერე, ყველაფერზე. არა, არ ვბრასობ. ოსჯანი თავის მხრივ მართალია, მაგრამ მეც მართალი ვარ. თუ ბროშს დავაბრუნებ, ჩემს ოცნებებთან მომიწევს გამომშვიდობება. არ დავაბრუნებ და საყვარელ ქალს დავკარგავ. რა გავაკეთო? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედი.